მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად გავიხილავთ მნიშვნელოვან საკითხს. რამდენიმე დღის წინ კვიპროსზე გაიმართა ევროკავშირის არაფორმალური სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 25-ის ლიდერმა, მათ შორის პრეზიდენტი მაკრონიც იქ იმყოფებოდა და ამ სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსში, რომელიც თურქეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და იქ არის ჩამოყალიბებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, ეგრეთ წოდებული, იქ არის ბუფერული ზონა ასევე შექმნილი, რომელიც გაეროს მშვიდობის ყოფილების მანდატის ფარგლებში არის და რეალურად 15 ტანკის გამოყენებით და ტექნიკის გამოყენებით თურქეთმა ერთ-ერთი პილა სოფლის მიმართულებით ჩაღრმავდა, შევიდა ამ ზოლში, ანუ ბუფერულ ზონაში და იქ აღმართა თურქული დროშა და ეს არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ, ასე ვთქვათ, პროვოკაციის შემქმნელი სიტუაცია და ნაბიჯი, რომელიც იყო გადადგმული რეალურად ევროკავშირის სამიტის წინ. ეს ნაბიჯი თურქეთის მხრიდან მოსდევს პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა 16 აპრილს, როდესაც შეხვდა თურქული აი ამ რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულის პრეზიდენტს და ისაუბრა იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა გაიყვანონ ესე იგი კვიპროსიდან საკუთარი ძალები, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით მარტში, 5 მარტს იყო დარტყმა კვიპროსზე ირანის მხრიდან, სავარაუდოდ ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლაჰმა განახორციელა დარტყმა, მაგრამ ირანის დარტყმა იყო მოკლედ. კვიპროსზე მდებარეობს გაერთიანებული სამეფოს ბაზები, ორი ბაზა, ოღონდ აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ეს ბაზები არ არის განთავსებული კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ეს ბაზები არის განთავსებული კვიპროსის კუნძულის ტერიტორიაზე და ის ტერიტორია, სადაც ეს ბაზები არის ბრიტანეთის ტერიტორია. ანუ კვიპროსზე არის სამი კონტროლი, სამი სახელმწიფოს, არა, მოდი ასე ვთქვათ, ორი სახელმწიფოს და ერთი არაღიარებული სახელმწიფოს კონტროლი. ერთი არის კვიპროსის რესპუბლიკა, რომელსაც მთელ კვიპროსზე აქვს ამბიცია. მეორე არის ბრიტანეთი, რომელსაც ორი ბაზის ტერიტორია გააჩნია და არის ასევე აი თურქეთის მიერ თურქეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ტერიტორია, ეგრეთ წოდებული, არაღიარებულის, მხოლოდ თურქეთი აღიარებს მას რეალურად. და მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალები ევროკავშირმა რეალურად პირველად დაგვანახა ძალიან ქმედითი ნაბიჯი, როდესაც ირანის დარტყმების შემდეგ გააგზავნა იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები მხარდაჭერის მიზნით, კონკრეტულად, ესე იგი კვიპროსის და ეს ძალების გაგზავნა იყო საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი, წინ გადადგმული და რეალურად მოიცავდა საკმაოდ კონკრეტულ მიზანს, ეს იყო, რა თქმა უნდა, ირანული საფრთხისგან მომზადება და დაცვა კვიპროსის, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ეს მათ შორის იყო გარკვეულწილად გამოყენებული იმ მიზნით, რომ კვიპროსის გაძლიერებაც მომხდარიყო თურქეთის ნაკლებად გაღიზიანების ფონზე, სწორედ თურქეთისგან, რადგანაც 2025 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ თურქეთმა 10,000-დან დაახლოებით 30,000 ჯარისკაცამდე გაზარდა სამჯერ ერთბაშად საკუთარი ჯარის შემადგენლობა ჩრდილოეთ კვიპროსზე. მათ შორის განათავსა მძიმე ტექნიკა, ტანკები და ასე შემდეგ. მათ შორის რადარი, სააერო თავდაცვის სისტემების, რომელიც ფარავს ისრაელსაც. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ აქტიურად საუბრობთ თქვენთან ერთად ისრაელის კვიპროსის და საბერძნეთის ერთობლივ პროექტზე, გაერთიანებაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს გახდა საჯაროდ ცნობილი და შესაბამისად ჩვენ ხედავთ, რომ ისრაელი არის დაინტერესებული ძალიან მნიშვნელოვნად, ესე იგი, კვიპროსის უსაფრთხოებაში და მათ შორის საბერძნეთთან ერთად. საბერძნეთზე ცალკე ვისაუბრებთ, პრეზიდენტი მაკრონის ვიზიტის შემდეგ კვიპროსიდან იყო სწორედ საბერძნეთში, სადაც საკმაოდ სერიოზული განცხადები გააკეთა და ჰაკან ფიდანმაც უპასუხა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. პრეზიდენტმა ერდოღანმა მოითხოვა პრაქტიკულად ევროპული ძალების გასვლა იქედან, გაყვანა
რაც ერთი მხრივ ეწინააღმდეგება ევროპულ შეთანხმებას ევროკავშირის შესახებ, რომლის 42 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის მიხედვით ფაქტობრივად საუბარია იმაზე, რომ ევროპული ქვეყნების ერთობლივი მხარდაჭერი, სამხედრო მხარდაჭერის მოქმედება, ანუ ესეთი სივრცე უნდა არსებობდეს ამ მოქმედებისთვის მექანიზმი და რეალურად ერთხელ იყო მხოლოდ ამოქმედებული 2015 წელს, როდესაც საფრანგეთზე განხორციელდა თავდასხმა. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც კვიპროსმა მოითხოვა ეს დახმარება, როდესაც ირანის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა მარტში, ეს დახმარება გაუწიეს, მაგრამ ფორმალურად ამ მექანიზმის ამოქმედების გარეშე. სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა ახლა და სწორედ კვიპროსზე უფრო სწორად აი ამ სამიტის გამართვის პარალელურად ევროკავშირის სამიტის კვიპროსის პრეზიდენტმა წამოაყენა საკითხი, რომ უნდა ფორმალურად გაფორმდეს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ევროკავშირის მიერ ერთობლივი დახმარების ამ სისტემის ამოქმედება. რეალურად ეხლა ევროკავშირის სამიტის შეთანხმება შეეხება იმას, რომ უკვე ეს შეთანხმებულია და დაახლოებით მაისის ბოლოსკენ იგეგმება, რომ ევროკავშირში იყოს ძალიან კონკრეტული მექანიზმი იმის შესახებ, თუ რომელიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანას დაემუქრება საფრთხე, აღმოჩნდება თავდასხმის ქვეშ, ევროკავშირი პრაქტიკულად ემზადება და ვალდებულება გაჩნდება მხარდაჭერის. ეს არ არის პირდაპირ ომში ჩართვის ვალდებულება, ეს არ არის ნატოს მეხუთე მუხლის პარალელური შინაარსი, მაგრამ არის საკმაოდ მსგავსი. და ამაზე ყველაზე საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ასევე ისაუბრა საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, სადაც გაემგზავრა კვიპროსიდან. ახლა ამაზე ვისაუბრებთ. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის, რომ მოიწონოთ და ალაიქოთ ეს ანალიზი, ასევე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და შეგიძლიათ არხის განვითარებას მხარი დაუჭიროთ აღწერაში ან პირველ კომენტარში მოცემული საშუალებების მეშვეობით. მადლობა და გადავედით იმ საკითხზე, რომ მაკრონმა ისარგებლა საშუალებით და გაემგზავრა შემდეგ საბერძნეთში, სადაც გააკეთა მკაცრი განცხადებები საკმაოდ, თქვა, რომ თუ საბერძნეთის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი საფრთხე შეექმნება, საფრანგეთი იქნება აქ და საფრანგეთის იმედი შეგიძლია გქონდეთ და შეგიძლია დარწმუნებული იყოთ, რომ საფრანგეთი მოვა თქვენს დასახმარებლად. ეს გაკეთდა არა მხოლოდ პოლიტიკური განაცხადის დონეზე, არამედ ფაქტია, რომ ეს ასევე გაკეთდა რეალური ხელშესახები დოკუმენტის ფარგლებში, რადგანაც 2021 წელს ხელმოწერილი ურთიერთდახმარების სამხედრო შეთანხმების გახანგრძლივება მოხდა კიდევ 5 წლით, დასრულდა ახლა ეგ შეთანხმება წინა და ავტომატური გაგრძელებით შემდეგ და შეთანხმება ავალდებულებს მხარებს ერთმანეთის წინააღმდეგ თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერა გაუწიონ ერთმანეთს სამხედრო მიმართულებით. აქ ასევე საგულისხმო არის, რომ საფრანგეთი აქტიურად ისედაც ეხმარება საბერძნეთს 4 ფრეგატის გაყიდვის შესახებ არის ინფორმაცია, 24 რაფალის, ესე იგი, მაღალ ტექნოლოგიური თვითმფრინავის გაყიდვაზეც ასევე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აძლიერებს საფრანგეთის და საბერძნეთის კავშირებს, საბერძნეთის სამხედრო შესაძლებლობებს და ამავდროულად აი ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საბერძნეთი ამას იყენებს მათ შორის იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი კუნძულების უსაფრთხოება. ჩვენ თქვენთან ერთად გვისაუბრია კუნძულების მიმართულებით რა ტიპის საფრთხეები არის და რა ტიპის პროცესები. ეს თემა არის საკმაოდ ცხელი და აქტუალური პრინციპში ყოველთვის. და მათ შორის საბერძნეთმაც ოსტატურად გამოიყენა ის მდგომარეობა ირანის თავდასხმები იმისთვის, რომ ერთ-ერთ კუნძულზე, რომელზეც არ ქონდა შეიარაღებული ძალები, შეიყვანა შეიარაღებული ძალები საერო თავდაცვა, მათ შორის ირანიდან მოსალოდნელი საფრთხის ფონზე. თუმცა მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ სულ მცირე ასევე თურქეთიდან მოსალოდნელი საფრთხის ფონზეც შეგვიძლია ვთქვათ, თუ მეტი არა. შესაბამისად, საბერძნეთის ლოგიკაც აქ გასაგებია, საბერძნეთი ასევე აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ისრაელთან. ჩვენ ხედავთ, რომ პულსის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე არის კონკრეტულად საუბარი და შეთანხმება პრაქტიკულად
საბერძნეთისთვის, ხოლო ჩვენ ასევე გვახსოვს საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი სამმხრივი ფორმატი, რომლის ფარგლებში კვიპროსზე უნდა იყოს ესე იგი ჯარები განთავსებული, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალები, რომელშიც ისრაელის ძალებიც იქნებიან. ჰაკან ფიდანმა ამანზე საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, თქვა რომ პატარა ევროპულ ქვეყნებსო, აქ ამერიკის გარეშე არაფრის გაკეთება შეუძლიათ, ეს იმიტომ თქვა რომ მაკრონმა იქ ისაუბრა იმაზე, რომ ესე იგი ამერიკის გარეშე ევროპამ უნდა საკუთარი ინტერესები დაიცვას. და საინტერესო არის, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთს პატარა ქვეყანა უწოდა, მაშინ როდესაც საფრანგეთი არის გაეროს უშუალობის საბჭოს წევრი და საფრანგეთი არის რეალურად ბირთვული სტატუსის და ტრიადის ეგრეთ წოდებული მქონე ქვეყანა, წარმოუდგენელი სამხედრო ძალით შესაბამისად, ასე რომ თურქეთის ეს განცხადება საკმაოდ უცნაურიც და გარკვეულწილად პროვოკაციულიც გამოდის. რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ეს მდგომარეობა ამ მხრივ იძაბება გარკვეულწილად და ჩვენ თქვენთან ერთად ასევე რამდენიმე დღის წინ გამвихილეთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინმა რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ესე იგი მოიხსენია მათ შორის თურქეთიც როგორც პოტენციური საფრთხე, შემდეგ მართალია ოდნავ შეარბილეს და თქვეს, რომ საფრთხეს კი არ გულისხმობდნენ, არამედ გავლენების სფეროს და ასე შემდეგ და პროცესებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რეალურად ხედავთ, რომ მათ შორის თურქეთსაც გარკვეულწილად საფრთხე დაღიქვავენ, მათ შორის აი კვიპროსის კონტექსტში და არა მხოლოდ ისრაელის კონტექსტშიც და ზოგადადაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ეს პროცესები, ძალიან ფართო გავლენის მქონე არის რეალურად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ პრინციპში იმაზე, რომ 1974 წლიდან კვიპროსზე იმყოფება თურქული ძალები, ხოლო 93 წლიდან არის გამოცხადებული ეგრეთ წოდებული რესპუბლიკა იქ თურქული. საუბარია ასევე ისრაელში ვარაუდობენ, მე ვაკვირდები აქტიურად ისრაელის ანალიტიკურ სივრცეებს და სხვადასხვა პიროვნებას და ფაქტია, რომ ახლა საუბარია იმაზე, რომ თურქეთი აპირებს კიდევ სავარაუდოდ სამჯერ გაზრდა შეერაღებული ძალების, ეს არის 30,000-დან შესაძლოა 100,000-მდე გაზარდოს. ამ მომენტისთვის რამდენადაც ვიცი, საუბარია იმაზე, რომ რეალურად არსებობს გარკვეული გეგმები, ანუ ეს არის საჯარო ხელმისაწვდომი ინფორმაცია ანალიტიკოსების, რომ თურქეთს შეუძლია 48 საათში კვიპროსის დანარჩენი ნაწილის, ანუ აი რესპუბლიკის სრულად ტერიტორიის დაკავება, ოკუპაცია. თუ 100,000-მდე გაზრდის, სავარაუდოდ ამას შეამცირებს 24 საათამდე. ამავდროულად ისრაელი ამით ძალიან შეწოხებულია, რადგანაც გარკვეულწილად ისრაელში აფასებენ, რომ კვიპროსი არის ასეთი ავიამზიდი პრაქტიკულად ამ რეგიონში, რომელიც რეალურად იმდენად მყარია, როგორც არც ერთი ავიამზიდი, კუნძული არის პრაქტიკულად, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და საშუალებას აძლევს, მათ შორის ისრაელისთვისაც კვიპროსის რესპუბლიკა იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, იქნება ეს საკუთარი დაუშვა თვითმფრინავების გადაყვანა საომარი მოქმედების დროს, იქნება ეს გარკვეულწილად მათ შორის ინვესტიციები, ფინანსური კავშირები და ასე შემდეგ, ასევე განიხილება ისრაელი, კვიპროსი, საბერძნეთი, ევროპა და შესაბამისად ახლო აღმოსავლეთის შემდეგ შესაძლოა ინდოეთიც ასეთი დერეფნის შექმნა სატრანზიტო კომუნიკაციის ხაზის, ენერგეტიკული თანამშრომლობა ისედაც აქვთ მხარეებს, კაბელი იქნება ეს თუ გაზის ექსპორტი ისრაელს გააჩნია გაზი და ექსპორტსაც ახორციელებს, ამიტომ ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური ფართო თამაშის პროცესია, რომელიც სერიოზულ საფრთხეებს ქმნის რეალურად რეგიონში. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ეს სამიტი პირველად გაიმართა საერთოდ კვიპროსზე, ევროკავშირის სამიტი და თავად სამიტის გამართვა კვიპროსზე ბევრი
მთქმელია და სერიოზული მესიჯია ასევე. ის რომ კვიპროსი ასე არის შეწუხებული 42 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის გააქტიურებით კონკრეტულად, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს და ერთი მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პოზიტიურია, ეს უფრო გააძლიერებს ევროკავშირს და მათ შორის საქართველოსთვისაც საკმაოდ პოზიტიური არის, რომ ევროკავშირი მე ამაზე გიყვებოდით რამდენიმე თვის წინ და შემდეგ ასევე სკეპტიკური დამოკიდებულებაც ვნახე. პრინციპში იმის გათვალისწინებით რა ტიპის პროპაგანდა არის დღეს სამთავრობო არხების მეშვეობით არ მიკვირს ეგ სკეპტიციზმი, მაგრამ ევროკავშირის სამხედრო ინსტიტუციონალური გაძლიერება აშკარად წინ მიდის, ძლიერდება, რაც არ შეიძლება არ უხაროდეს ევროპული ცივილიზაციის ამ პროექტის ნებისმიერ მხარდამჭერს, მათ შორის პატარა დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც და ეს რა თქმა უნდა საქართველოსაც მოიცავს. იმიტომ რომ ევროკავშირი არის საშუალება, სადაც კვიპროსისნაირ, სხვა საქართველოსნაირ, სხვა საშუალო პატარა ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი აი კოლექტიური სივრცის ფარგლებში უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ვიდრე მის მიღმა, რადგანაც რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ დიდი მოთამაშეები განსაკუთრებით, ასე იგი, მოწყვლადი ხდებიან პატარა ქვეყნები დიდი მოთამაშეების აქტიურობის ფონზე. სწორედ ამიტომ კვიპროსმა აირჩია ეს სტრატეგია და მისი რეალურად ეს ძალისხმევა ასევე ევროკავშირს ძალიან გამოადგება. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრებით მაკრონის ვიზიტი. გეტყვით, რომ მზადდება მაკრონის ვიზიტი ასევე, ანუ კვიპროსზე იყო, ეწვია ახლა საბერძნეთს და მზადდება ვიზიტი 4 მაისს, ანუ სულ ახლახანს, ვიზიტი იქნება, ესე იგი, სომხეთში, სადაც გაიმართება ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი, მერე გაიმართება სომხეთი ევროკავშირი პირველი სამიტი და ამავდროულად სხვა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიება და პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სომხეთსა და ესე იგი საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა. შესაბამისად, ასეთია დაახლოებით კონტური საფრანგეთმა პრინციპში აიღო საკუთარ თავზე პოლიტიკური ლიდერობა გარკვეულწილად ევროკავშირში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთის გასვლის მერე საფრანგეთი არის ერთადერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ბირთვული იარაღით და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობის სტატუსით, შესაბამისად საკმაოდ ლოგიკურია, ეს ბუნებრივია და სწორედ აქედან გამომდინარე საფრანგეთი ასევე აქტიურობს ჩვენს რეგიონში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძვირფასო მაყურებლებო, შეხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.